ეხლა ვნახოთ ჩემი დღევანდელი ნადირები, რომელიც სულ რაღაც 20 წუთის განმავლობაში მოვინადირე ბაღში. ესენია ვაზის ლოკოკინები, შეხედეთ რამდენია. ეს არ გიგონოთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა წვიმის მერე ისინი გამოძვრებიან ხოლმე სამალავებიდან და მათი დაჭერა ბევრად უფრო იოლი ხდება ვიდრე მშრალ ამინდში. ეხლა ეს თუ 5% მაინც არის იმ პოპულაციის, რაც ეხლა ჩემ ბაღშია, ნუ დიდად ბედნიერად ჩავთვლი თავს, მაგრამ არ იქნება არც 5%. ეხლა როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მაონელ მწერებს? ნუ მესხები თავისებურად ებრძვიან, აგროვებენ და მიირთმევენ. სიმართლე გითხრათ, მეც მიჭამია მესხებთან გაკეთებული ლოკოკინა, მაგრამ ნუ არ აღფრთოვანებულ ვარ. თქვათ, კაინდაური საცივი მირჩევნია ნამდვილად. თუმცა საძაგლობაც არ არის. იჭმევა შეიძლება ითქვას. მაგრამ ეხლა იმის გამო, რომ ეს ჩვენთვის ტრადიციული კერძი არ არის, თქვათ, ჩემი ჩათვლით, ეს ლოკოკინები რაღაცნაირად უნდა მოვაშორო ბაღიდან, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. ეხლა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები მცენარეების, როგორც არის ტრიქოდერმა, შემდეგ გარდა ამისა ბოვერია, მეტარიზიუმი და კიდე სხვაც ბევრი არსებობს. ამ ლოკოკინებზე არ მოქმედებს არც ამათზე, არც სხვებზე. ანუ მიკროორგანიზმებით მისგან დაცვა არ გამოდის. ერთადერთი ბიოლოგიური ბრძოლის საშუალება ამასთან არის, რომ ზღარბი დაიმეგობროთ. მე მყავდა მეგობარი ზღარბი, მაგრამ ეზოდან გაიპარა და ეხლა არ ამყავს ისე. მისი დამსახურებაა, რომ ეს ლოკოკინები ეხლა რაც შევაგროვე, აი ამ ნახევარი საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, მათი უმეტესობა არის პატარა, წვრილი, ახალგაზრდა ფორმები. 1-2 იქნება ცოტა დიდი ეს ზღარბუნას დამსახურებაა, რომელიც დიდი სიამოვნებით მიირთმევდა. ის კი არა, ლოხორები, რომლებიც ძალიან ბევრი იყო, სანამ ზღარბი აქ იყო, შეიძლება ითქვას საერთოდ გაქრა. ეხლა აი თითოეულა გამოჩნდა 2 ცალი დავიჭირე კიდეს ამ ნადირობისას. ლოხორას პირველ რიგში მიირთმევს ზღარბი. ასე რომ საუკეთესო საშუალება ამათ ამ ბრძოლის არის, რომ დაიმეგობროთ ეს ძალიან საყვარელი ცხოველი. მაგრამ ეხლა რადგან მე ისინი დავიჭირე, იმიტომ რომ დამტვრევას აზრი არ აქვს, შეიძლება კვერცხებიც კი გავავრცელოთ მისი ადგილზე დამტვრევას. ეს ან უნდა გადაყაროთ ნაკავში, ან ეხლა რასაც მე გავაკეთებ, უნდა მოვამზადოთ ქათმისათვის. რო ქათმებს ვაჭამოთ. ეხლა ასეთი რამ. პირდაპირ ამისი მიცემა ქათმებზე არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი, რადგან ესენი თვითონ შეიძლება შეიცავდეს ჰელმინტებს და მერე ეს ჰელმინტი გადავიდეს ქათამზე. ამიტომ, ესე იგი, მოქმედების გეგმა იქნება შემდეგი. პირველი, მე ახლა ვადუღებ წყალს და წყალში ჩავყრი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ლოკოკინები მთლიანად დაიხოცება. შემდეგ მათი გამოყრა ამიდან არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ხარშვის მერე დარბილდება მათი ეს ქვის კოშკი, შეიძლება ითქვას. ხო და მას მერე რაც მათი ნიჟარა დარბილდება, მერე დავამტვრევ ჩაქუჩით და დამტვრევის მერე დავფქვავ ერთი ძლიერი ბლენდერი მაქვს, იმ ძლიერი ბლენდერით, რომელიც სპეციალურად ქათმების საკვებისათვის არის განკუთვნილი. ამით ფაქტიურად ჯერ ერთი მიიღებენ მაღალხარისხოვან ცილას, ჰელმინტები იმ 10 წუთის ხარშვის განმავლობაში თუ რამეა დაიხოცება
და ბოლოს ეს არის ამის ნიჟარები არის საუკეთესო კალციუმის წყარო კვერცხებსდებელი გათმებისათვის. ამათ მოკვერცხი უკვე დაიწყეს, ასე რომ კალციუმის წყარო ჭირდებათ და აი ხვალ მივართმევ კიდეც. ეხლა ამას ყველაფერს აღარ გაყურებინებთ, არ არის საინტერესო. ეხლა როგორ მოუხარშავ 10 წუთის განმავლობაში და მე როგორ დავამტვრევ და როგორ დავაბლენდერებ, ეს ნაკლებად საინტერესოა. თუ არ დაიზარებთ და ძალიან წვრილად დაამტვრევთ, ისე რომ 1-2 მილიმეტრი იყოს სულ აი ესენი, შეგიძლიათ დაუფქვავად მისცეთ ქათამს. არანაირი პრობლემა არ არის. თან პატარა ეგზემპლარებს იმას ნიჟარას თვითონაც დაამტვრევენ, მაგრამ აქ არის ზოგიერთი დიდი, რომლის ნიჟარის დამტვრევა თავისით და ნისკარტით გაუჭირდებათ. ამიტომ მათ რა თქმა უნდა დავამტვრევ და ისე მივართმევ ჯუჯულებს. ეხლა ვნახოთ საბოლოო შედეგი იმ პროცედურის, რაც უკვე გითხარით და აგიწერეთ. აი აქ ყრია ცარიელი ნიჟარები, აი თავად ნიჟარაში რაც იყო, აი ეს ვთქვათ ლოკოკინას სხეული, ხორცი შეიძლება ითქვას. ახლა არ ვიცი მესხებისთვის არ მიყურებია, იქ სტუმრად გახლდით და მომზადებას არ დავსწრებივარ. თუ ასეთ პროცედურას ატარებენ მომზადებისას, მე ამ შემთხვევაში ვაკეთებ ქათმებისათვის. ეხლა თუ თქვენ უბრალოდ გინდათ ბოსტნიდან ან თქვენი მიწის ნაკვეთიდან მოიშოროთ ლოკოკინები, ეს არაა საჭირო, ეხლა რაც მე გავაკეთე, უბრალოდ ჩაყრით რაღაც პარკში და გაატანთ ნაგავს და მორჩა. ეხლა მეს ბარემ რადგან დავიჭირე, ბარემ ქათმებისათვის გავაკეთე. ეხლა აი აქ რასაც ხედავთ, ხო? არის საუკეთესო ცილა, იმაზე უკეთესი, ვიდრე ვთქვათ საქონლის სუკი რომ აიღოთ, იმაზე უკეთესი ხარისხის ცილა გახლავთ ეს გინდას ადამიანისათვის და გინდას ფრინველისათვის. ხოდა. ეხლა ეს უკვე მოხარშულია, ნიჟარებიდან გამოვიღე აი ესეთი ფორმის მოხრილი მახათის საშუალებით და ცალ-ცალკე მოქვს ეს ნიჟარები, ხვალ ჩაკუჭით დავამტვრევ და მივართმევ ფრინველებს, რომ დაკენკონეს მათთვის არის საუკეთესო წყარო კალციუმისათვის. ამაზე ზუსტად იგივე ფორმით არის კალციუმი, რაც არის კვერცხის ნაჭუჭში. ხოლო ეს ცილა, გასაგებია, რომ ფორმირებისათვის, ცხოველმოქმედებისათვის და კვერცხის ფორმირებისათვის სრულიად აუცილებელი რამ გახლავთ. ეხლა რა თქმა უნდა, ამაზე დაიხარჯა ბევრად უფრო მეტი დრო, თუ ვთქვათ ის სადღაც 20 წუთში აუკრიფე ეს ამოდენა ლოკოკინები, ამაზე უკვე თითქმის 1 საათი წავიდა. ეს რა თქმა უნდა არ წავიდოდა უბრალოდ რო გადამეყარა, მაგრამ ასე გახდა საჭირო, რომ ეს ფრინველისათვის სასარგებლო გამეხადა. მოხარშვა იყო სრულიად აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა რა, ჰელმინთებით დაავადდებოდნენ ფრინველები. შესაძლებელია, რა თქმა უნდა. შეიძლება არც დაავადებულიყვნენ, ახლა არ ვიცი. ლოკოკინებში, ეს ლოკოკინები ჰელმინთებზე არ გამისინჯავს და რამდენად ჯანმრთელები არიან ვერ გეტყვით. და ბონუსად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება, რომელსაც მინდა ყურადღება მიაქციოთ. არავითარ შემთხვევაში ლოკოკინის აგროვებისას და მით უმეტეს თუ ფრინველისათვის მას დაამუშავებთ, არ გამოიყენოთ და არ დაიხმაროთ ორსული ქალბატონები. ეს არის კატეგორიულად მეუღებელი. საქმე იმაშია, რომ ლოკოკინა საკმაოდ ხშირად ავადდება ტოქსოპლაზმით და ტოქსოპლაზმოზით პირველი ინფიცირება
ორსულობის დროს ეს არის შეიძლება ითქვას ნაყოფისთვის ძალიან დიდი პრობლემების შემქმნელი. აი სწორედ ამიტომ რომ ლოკოკინა გახლავთ აი ტოქსოპლაზმის საკმაოდ ხშირი მატარებელი აი გაურეცხავი მწვანილის შეიძლება იყოს ტოქსოპლაზმის წყარო. ამიტომ ორსულობისას ექიმები ურჩევენ ხოლმე პაციენტს, რომ ვთქვათ, მაღაზიაში ნაყიდი ან ბაზარში ნაყიდი ხორცი და გარდა ამისა გაურეცხავი მწვანილი აუცილებლად დაამუშავონ რეზინის ხელთათმანებით. ანუ რეზინის ხელთათმანები გამოიყენონ. და აი ამ საქმეზე არც რეზინის ხელთათმანები და არც უხელთათმანოთ ორსული ქალბატონის დახმარებას არ გირჩევთ არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ტოქსოპლაზმა არის ძალიან საშიში მხეცი და ის სასურველია, ასე ვთქვათ, შორს იყოს ჩვენგან. ეხლა არაორსულისათვის არანაირად არ არის საშიში, არც მამაკაცებისათვის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ორსული ქალბატონებისათვის ის ძალიან საშიში გახლავთ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ეს იყო სულ ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.